გამარჯობათ პატივცემულებო, მოგესალმებით საღამო მშვიდობისა ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს თქვენს წინაშე ვართ კვლავ სამეული გეგა ხვედელიძე, თორნიკე კივილაძე და მე ბექა თაუბერი. უპირველეს ყოვლისა მინდა წავიკითხო ყველას გასაგონად თუ გინდა ობიექტივს უსმენდეთ თქვენი წვლილი შეიტანოთ არხის გადაარჩენაში შეიძინეთ ენერგეტიკული სასმელი დუქს ნაპოლი სპეციალურ ფასად 10 კილა 25 ლარად ადგილზე მიტანა უფასოა დუქს ნაპოლი გახლავთ ყველაზე ხარისხიანი ენერგეტიკული სასმელი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ თითოეული შეკვეთიდან გარკვეული თანხა ჩაირიცხება ობიექტივის გადარჩენის ფონდში. ტელეფონის ნომერი 511 23 45 87. ეს გახლავთ ტელეფონის ნომერი. რაც შეეხება გადარჩენა შეიძლება ცუდად მოხდა მაყურებელს ყურს. აი ეს არ გახლავთ წუწუნი, რადგან ესეთი ტელევიზია ობიექტურობის მართლაც შუქურა და ნიშა ეროვნულობისა დღიდან შექმნისა, ხო? რაც გრძელდება და დღემდე მოსულა რიგი დამსახურებებით დღეს ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა არ უნდა იყოს ამას აქვს მრავალი მიზეზი და დღევანდელობაში ყოველგვარი ასე ვთქვათ სიკეთე, ყოველგვარი ინოვაცია, რომელიც პროგრესისკენ იქნება ორიენტირებული, ამას ჯგუფი გადაწყვეტს, ტელევიზია გადაწყვეტს თუ ინდივიდუალურად რამოდენიმე პიროვნება მუხრუჭდება. რატომ მუხრუჭდება? მე მგონი დიდი რებუსი ეს არ არის და დიდი გამოცანა. დღეს უპირველესად მინდა მოგილოცოთ, მოლოცვით დავიწყო დღევანდელი დღე. დღეს ჯერ პირველ რიგში დღეს ხსენებულ და დღეს დაბადებულ და აღსრულებულ წმინდანთა მადლი და ძალა გფარავდეთ. მაგრამ მრავალ წმინდანთან ერთად მინდა გამოვკვეთო დღეს არის მეფეთ ყოფილი წმინდა დავით აღმაშენებლის შვილის დიმიტრი მეფეთ ყოფილის დამიანეს ხსენების დღე. მის შემდეგ რომ შედგა დამიანედ აღიკვეცა შენ ხარ ვენახის ავტორი დამიანეზეა საუბარი წმინდა დამიანე გილოცავთ ბატონებო ქალბატონებო შეგეწიოთ მისი ძალა და მადლიც იცით ბევრი რაღაც შეიძლება იყოს ხაზგასასმელი მაგრამ რეალურად მე მოვიხმობ ახლა ჯონ რესკინის აი ესეთ გამონათქვამს ეს დიდი პიროვნება გახლდათ თავის დროისაც და ეხლაც არ ჩამოვარდება სხვადასხვა ავტორიტეტებს თავისი ქვეყნისა მით უმეტეს ინგლისელი დიდი ბრიტანელი მწერალი კრიტიკოსი პოეტი ფილოსოფოსი მხატვარიც კი და ასე ხელოვნებად მცოდნე დახუნძლული იყო უწინ მეგობრებო პიროვნება ასე ვთქვათ პიროვნებები თავიანთი პროფილით იცით არა ხას უსვავ აი მაპატიეთ სლენგისთვის ყველაფერ ჩიკები კი არ იყვნენ დღეს როგორცაა მოდაში და რომ არაფერი გამოსდით მაინც ხო სამწუხაროდ ფუნდამენტალურად იცოდნენ მეცნიერებები აი მხატვარი რომ თან ექიმი იქნება წარმოგიდგენიათ აი რამდენად ანუ ყველა ნიჭი და ყველა ტალანტი რაც უფალმა მიმადლა უწინ ადამიანებს და ჩვენ დიდი სიკადულები ყავს არავისი არაფერი არ აქვს შურს იმის გამოც რომ შურიანები არა ვართ და შესასშურიც არავისი არ გაგვაჩნია მიმადლა მრავალი ტალანტი და მათ არ დამარხეს და რეალიზდნენ სხვათა შორის დღეს კი ვიცით რომ არსებობს აუშვათ როგორ ავთქვათ აბა თან ცოტა უტრირებით ფარდის გაწევის სპეციალისტი დღეს ალბათ დამეთანხმებით მეგობრებო კიდევ რა შეიძლება ითქვას აი წაქცეული სკამის წამოყენების სპეციალისტი და პროფესიონალი კაცო ნუღა იტყვი აი ასე დაკნინდა ასე დაჩიავდა
ასე ვთქვათ, აი ეს უმთავრესი გნებავთ ფენომენი დაუძახო დავარქვათ და გნებავთ თუნდაც ადამიანური რესურსი, ესე უფრო უპრიანი იქნება. იცით, ჯონ რესკინი ესეთ რამეს ამბობდა, ეხლა რესკინზე შევჩერდი და მისი რეგალიები თქვი, ასე ვთქვათ, ხო? მისი ღირსებები, რომ ერის გადაგვარების პირველი სიმპტომი არის მისი პოლიტიზაცია. ანუ ერის პოლიტიზირება, სრული პოლიტიზირება. და აგრძელებს შემდეგ, რადგან ადამიანები უკვე მხარეებად იყოფიან. ადამიანებს ბევრი აქვთ გასაყოფი, დაობენ ერთმანეთთან, დაობენ, ზულთ კიდევაც. თავიანთ საქმესაც ივიწყებენ, რადგან იციან, არ იციან, ერკვევიან, ვერ ერკვევიან, წვდებიან თუ ვერ წვდებიან შესაბამის ინფორმაციას. მაინც მხარეს წარმოადგენენ და პოლიტიკანობენ თუ პოლიტიკოსობენ, ამის გამო ემხობათო მერე ქვეყანა თავზეო. ჭეშმარიტად, რა თქმა უნდა, ნამდვილად ესია. დღევანდელობა ჩვენი ქვეყნისა, რა თქმა უნდა, უტყვიც და მრავალსიტყვიანიც და საქმიანი საქმითაც მრავალგზის მეტყველია. აი ამ ყოველივე ამისა, ხო? ანალოგია. მე თუ ვიტყოდი ამ ვითარების ავანგარდში ვინ ადგას და ვინა ყველაფრის, ასე ვთქვათ, ამ ქვეყანაში დამკანონებელი, ის ძალიან კარგად იცით სულ ყველამ ვინც არის, ხო? ეს კაცი უკვე, ეს პიროვნება უკვე გასულია მომსახურეობის ზონიდან. ივანიშვილი, დიახ. მომსახურეობის ზონიდან, ქვეყნის მომსახურეობის ზონიდან, ბატონებო. ქვეყნის. შეიძლება მავანმა იკითხოს, თორნიკე, რომ როდის ყოფილაო მომსახურეობის ზონაში და არც იყოს მაინც და მაინც მტყუანი ამ გამოთქმისას. ეხლა ნებისმიერი რამ, რაც მისი ხელიდან სიკეთედ გამოსულა და სიკეთედ დაღვრილა, ხო? დაუშვათ რომ აღარ ჩამოთვალო, მრავალია ჩამოსათვლელი. სამწუხაროდ პრაგმატიზმის და პირადი მერკანტილიის ფორმატში მოექცა ყოველივე, თითქმის ყოველივე ხასუსო. და რეალურად ეს უკვე აიცით არათუ ქვეყნის სამსახურში, არამედ თავის სამსახურის ასპარეზია მხოლოდ. თავის მომსახურეობის ასპარეზია მხოლოდ ეს პიროვნება სამწუხაროდ. იცით, თუ ამ პრაგმატიზმს და მის აღვირახსნილ მერკანტელიას ვინმე მოემსახურება კვლავაც, მომსახურებიან, რა თქმა უნდა, და თუ კვლავაც კიდევ გაგრძელდება ესე და მოემსახურებიან, ხო? ერთგული სამსახურით. ეს ადამიანები ულუფას მიიღებენ მისი ნასუფრალიდან და ღებულობენ კიდევაც. დიახ, კონფორმისტები არ კლებია სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. კი არიან არხეინად, მაგრამ ვაი ასეთ არხეინად ყოფნას. როცა ქვეყანა არც კი ვიცით საით მიდის, თორე მატერიალურად, ეკონომიკურად როგორ გამოიყურება, მიუხედავად ამ ყბადაღებული დემაგოგიური ინდექსებისა, ეს ამას არ ჭირდება ღრმა, ასე ვთქვათ, წიაღსვლები. ეს ყველა მიცის აბსოლუტურად. აი მათაც კი დედამიწა რომ ცაქუდათ არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნათ. აი მათაც საუკეთესოდ იციან. ეხლა მე ძალით დაყრუებულ, დაბრმავებულ ადამიანებზე არ მაქვს საუბარი, ღმერთმა უშველოს მათ. არ აკლდნენ არასდროს კონფორმისტები, მაგრამ უყურეთ, მათი ბედი ბუნდოვანი იყო ბატონის ხელში, ყოველთვის ბუნდოვანი იყო. ამის ლუსტრირებული მაგალითი, თუნდაც დღევანდელი, აი ესეთი გაუთავებელი საკადრო რესტრუქტურიზაცია, რომელსაც მე საკადრო ქაოსს დავარქმევდი, ეს ქაოსია, ბატონებო. გადაცემამდეც ვთქვით და აქაც განმეორდები, რომ ერთ კურდღელზე არასდროს არ ნადირობს ეს ბატონი. ეს
ასე ვთქვათ, პირადი მერკანტელიის ქურუმი ბატონებო. არასდროს არ ნადირობს ერთ კურდღელზე. მრავალ კურდღელს უმიზნებს ხოლმე, რადგან ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შეხედულებები აქვს თავის თავზე. ოღონდ ძალზედ მწარედ ცდება. სიტყვის გაგრძელება კვლავ შეიძლება მრავალი მიმართულებით. უბრალოდ მინდა რომ გარეთ მიმდინარე მოვლენებიც თორნიკე ჩვენს კონტექსტშია. ჩვენ არაერთ გზის გვითქვამს, რომ ომის არ დაწყება, ჯერ ვის უნდა დაეწყო, ვისთან უნდა დაწყებულიყო და რა ომზე იყო საუბარი, კაცო, 1 საათიანზე? ანუ მე რას ვამბობ, იცით რომ ყველაფერი ის რაც გვითქვამს, რაც სათქმელია, კონტექსტშია და ბმაშია თავისთავად ჩვენს გარემომცველ აი ამ დენთის სუნთან, რომელიც გაცილებით მეტად მძაფრდება, ხო? ძალიან კარგად ვიცით პუტინის პოზიცია ამ ბოლო ხანებში, იქაც რა მოხდა მრავალი კითხვის ნიშნის შემცველია, იქ ტრიადა გაანადგურეს, როგორ გაანადგურეს, ვისი გამწვანება იყო, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ მას დიდად, ესე ვთქვათ, წელში გამართული პასუხობს. არა მხოლოდ ტრამპს, არამედ მთელს კაცობრიობას, რომ ის რა თქმა უნდა ამის შემდეგ სხვაგვარად იმოქმედებს. და აი შვიდობა როგორ დაარღვიეს შეთანხმება მოპირდაპირე მოწინააღმდეგე მხარე. ასე რომ ეხლა მე მაცალეთ. ეს პოლიტიკა ყოველთვის ჰქონდა იმპერიებს გააჩნდათ და რუსეთი ამ კუთხითაც მეწინავეა ხოლმე. გისმენთ ბატონო ჩემო. გამარჯობა პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს დემეტრე პირველის დავით აღმაშენებლის ვაჟის ხსენების დღეა, რომელიც შემდეგ ბერად აღიკვეცა და დამიანეს სახელი მიიღო. ის არის ავტორი ცნობილი საგალობლისა შენ ხარ ვენახი აყვავებული. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დიდგორის ომის მოგებაში და ჯარის ერთ-ერთ ფლანგს სწორედ ისარდლობდა და შეგვეციოს მისი ლოცვები. რატომ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი? ერთ-ერთი მთავარი საბაბი გახლდათ ის, რომ რუსეთი გამოდიოდა იმის წინააღმდეგ, რომ უკრაინა შესულიყო ნატოში. და ერთი სიტყვით იგეგმებოდა ნატოს გაფართოება, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ტრამპის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აცხადებენ, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება, საუბარი აქვს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე. და ნატოში ამერიკის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, ამას აშშ-ს გარდა ბევრი სხვა მოკავშირე ქვეყანაც ფიქრობს. უიტეკერი აგრეთვე გამოეხმაურა უკრაინის მიერ განხორციელებულ ოპერაციას სახელწოდებით ობობას ქსელი, აქ საუბარია რუსეთის ავიაციის განადგურებაზე, როდესაც უკრაინამ სპეციალური სპეცოპერაცია ჩაატარა და განაცხადა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და თავად ტრამპიც აცხადებს, რომ ორივე მხარე უნდა დაჭდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს ეს კონფლიქტი. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ის დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ რეალურად არ იგეგმებოდა უკრაინის გაწევრიანება ნატოში. არ იგეგმებოდა და ფაქტობრივად ეს ქვეყანა გახდა მსხვერპლი სახელმწიფოებს შორის არსებული დაპირისპირებისა. და ანალოგიური მაგალითი უნდა ავიღოს ქართველებმა, როდესაც ვაცხადებთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, კარგად უნდა კონდეს გაცნობიერებული ის საფრთხე, რომელიც შეიძლება წამოვიდეს რუსეთის მხრიდან. მე იმას კი არ ვამბობ, რომ პრორუსული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და რუსეთის ვასალები უნდა ვიყოთ. რასაკვირველია, ამას არ ვაცხადებ, მაგრამ საჭიროა ძალიან დიდი სიფრთხილე, ვინაიდან რუსეთი არ დაუშვებს თავის საზღვართან ახლოს ნატოს ბაზების განლაგებას და ამაზე შესაბამისი რეაქცია ექნება და როგორ ვითარდება ომი და რა დამანგრეველი შედეგები მოაქვს მას, ჩვენ ეს უკრაინის მაგალითზე ნათლად ვიხილეთ. კი ბატონო. რუსების შეტევა უკრაინაზე. რუსეთმა უკრაინაზე იერიში ისკანდერის ბალისტიკური რაკეტითა და 103 დრონით მიიტანა. დრონების დიდი ნაწილი განეიტრალებულია, თუმცა დარტყმები სულ
16 ლოკაციაზე განხორციელდა და არის მსხვერპლი სამწუხაროდ დაიღუპა 1 წლის ბავშვი, დაღუპულია 5 ადამიანი და დაშავდა 8 ადამიანი. ნატოს ახალი მიზნები. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ნატოს ახალი მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა 50,000-დან უპასუხეთ ვექადა. ესე იგი, გავიმეორებ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ნატოს ახალი მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა 50,000-დან 60,000-მდე გერმანელი სამხედრო პირის მომზადება, მობილიზება. გერმანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად საჭიროა ახალი რეფორმების გატარება, ჯარის გაძლიერება, რათა წარმატებით იქნას განხორციელებული შეკავების პოლიტიკა და ნატოს თავდაცვითი პოტენციალი გაძლიერდეს და ფაქტობრივად დაწყებულია ნატოს გაძლიერების პროცესი. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ის დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ნატო ემზადება რეალურად დიდი დაპირისპირებისთვის, ძალიან დიდი დაპირისპირებისთვის და ეს პროცესი არის შეუქცევადი რეალურად და ასე ვთქვათ ნატო იწყებს გაფართოების ახალ პოლიტიკას. შესაძლებელია ეს არ იყოს პირდაპირ დაპირისპირება რუსეთთან, მაგრამ იყოს ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება მოხდეს, ასე ვთქვათ, შეტაკება და ამის საშიშროება არსებობს. ზოგადად რუსეთი და ამერიკა ერთმანეთთან პირდაპირ დაპირისპირებაში არ შედიან, ვინაიდან მათ აქვს თავიანთი გეგმები და თავიანთი მიზნები და ეს გამოიწვევს, ასე ვთქვათ, კოლოსალურ ნგრევას და ფაქტობრივად პლანეტის განადგურებასაც კი, თუ ეს მოხდება, მაგრამ ხდება ომები სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და ერთ მხარეს რუსები უჭერენ მხარს, ხოლო მეორე მხარეს დასავლეთი. კი ბატონო, კოლექტიური დასავლეთი. მზადყოფნასაც კი გამოხატავენ თორნიკე. არა მხოლოდ შეენიშნა, აი მზად არიან და მე ვიტყოდი დაუოკებელი სურვილიც გააჩნიათ მათ. და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უნდა კონდეს მაქსიმალურად ფრთხილი პოლიტიკა და ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობის ალამი რეგიონში. ხშირად მიხსენებია ეს ტერმინი, დიპლომატიური მარაო უნდა გავშალოთ სხვადასხვა ქვეყანასთან, ვინაიდან ჩვენ ომი, ნგრევის მეც და განადგურების მეც არაფერს მოგვიტანს და ეს ტერიტორიით მცირე, თუმცა არსიდიადი ქვეყანა მორიგომს ვეღარ გაუძლებს. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. დიახ ბატონო, მადლობა თორნიკე და ეს ყოველივე არ მიიღწევა იმ რეალური პოლიტიკით. დღევანდელ რეალიებზე მაქვს მე ხაზგასმა, რასაც ანხორციელებს პატივცემული არა, ჩემთვის პატივცემული არასდროს, მაგრამ მაინც ვთქვათ ასე, პატივცემული ოფიციოზი, ხომ, ასე ვთქვათ, ოცნების გუნდი. როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით არაერთ გზის გვითქვამს და კვლავ განმეორდებით, რომ ეს არის იზოლაციონისტური პოლიტიკა, რაც დაღუპვას უქადის, საერთოდ ყოველგვარ სიკეთეს, რაც კი მანამდე დაწყებულა, ან რაც კი ჩანაფიქრშია. იცით, ანუ ჩიხისკენ მიდიხართ ძალიან ჩქარე ტემპით. აქედან გამომდინარე, ხომ ახლა საშინაო პოლიტიკასთან კავშირში მრავალი სეგმენტი მიმოგვიხილავს. ყველგან სავალალო ვითარება. აი როგორც მატერიალურ საუნჯეთა შესახებ, ისე სულიერზე აღარცაა მსჯელობა, კაცო. რომელ სულიერებას დაგიდევთ ახლა ადამიანები, რომლებიც უსულო გადაწყვეტილებებს ღებულობენ. რაღაც გინდოდათ გეტყვი. დიახ, დამატება მსურდა. ნუ მეტნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ კონსერვატიული ძალა მოვიდა შეერთებული შტატების სათავეში. საუბარია ტრადიციონალისტურ ძალაზე, რომელსაც ტრამპი ხელმძღვანელობს. აღარ არის დაძალება ამერიკის მხრიდან, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ნატოში, უნდა მიიღოს, თქვათ, ერთგვარ სქესიანთა ქორწინებები და მათ მისცეს შულის აყვანის უფლება. ეს პოლიტიკა უკვე წარსულს შაბარდა. და რეალურად დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი მოცემულობა, ტრამპის გაპრეზიდენტება ამერიკაში ჩვენ ქართველებმა და ქართულმა ეროვნულმა ძალებმა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სწორად გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ის პოლიტიკა, რასაც ატარებდა ბაიდენი აქამდე,
რეალურად ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო იყო. Რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას და მით უმეტეს სახელმწიფოს თავისი სტრატეგია და მიზნები გააჩნია, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები და კოზაკივით არ გავიჭრით. კი ბატონო, და მე ვფიქრობ, რომ ამისთვის შესაბამისი ფონია შექმნილი. დიახ ბატონო, კი ბატონო. და რაც შეეხება აი გეგა, რა თქმა უნდა, გაქვს შენი მოსაზრებები, ძალზედ საინტერესო ამ ყოველივეს შესახებ, მაგრამ აი წეხან აღნიშნა თორნიკემ, დაძალება აღარ არისო ამერიკიდანო. რაც არ უნდა დაძალება იყოს, საკუთარი დედისა და მამის მკვლელობას, მოსიყვარულე შვილი, პატრიოტი შვილი, ადამიანი კონკრეტულად და მით უმეტეს ქართველი ჩაიდენს ამას ან ჩაუდენია როდისმე განა ტოლფასი არ არის ის პროგრამები და პროექტები აი ამ დიდი უბედურებისა რაც მე ეხლა ვთქვი და რაც ამათ განახორციელეს ეხლა ბრძანებს აღარ არის დაძალებაო ოპენი არის დაუძალებლად ჩაატარეს აპლოდისმენტები თქვენ ოპენი არის ერთ-ერთი თქვენს თავზე დამოკლეს მახვილი და არა მხოლოდ კაცო მასზე ძალიან მუქი დანაშაულები და შეცდომები გაგაჩნიათ. დიახ, გეგა გისმენთ. მოგესალმებით ყველას. წყალაობას და მშვიდობას გისურვებთ ჩვენ და ჩვენ ერთს, ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს. აი ამ დაძაბულობაში და ამ დაპირისპირებაში, რომელიც ჩვენ შორის მიმდინარეობს, მთელი საზოგადოება როგორც დაყოფილი და დაგსაქსული და დაპირისპირებულია და საგრძნობია ეს მტრობა და ურთიერთსიძულვილი, უკიდურესი სიძულვილი ადამიანებს შორის, მხოლოდ ჭეშმარიტ ორიენტირებზე გაერთიანება თუ შეძერებს, რომ აქედან რაღაცა გამოსავალი გვაპოვნინოს და ღმერთმა შეგვაძლებინოს. ეხლა რაც შეეხება იმას, ჩვენ რაც გვაძალებს, საერთოდ ადამიანის ცხოვრება ეს მუდმივი ჭიდილი არის ორ სამეფოს შორის, ეს არის ზეცისა და ქვესკნელის სამეფო, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზანი არსებობს ცხოვრებაში, ეს არის სასუფეველის მიზანი და ჯოჯოხეთური მიზანი, ქვესკნელის მიზანი და მთელი ჩვენი სიცოცხლე არის ამ ორი ძალის დაპირისპირება და დაძალება და მუდმივი ჭიდილი ამ ორ ურთიერთსაპირისპირო პოლოსსა და ურთიერთსაპირისპირო მიზანს შორის და დედამიწაზე არსებული პოლიტიკოსები, არსებული სახელმწიფოები, არსებული ძალები და ადამიანები იყოფიან აი ამ ორ ნაწილად. არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან სასუფეველს და სასუფეველის მიზნებს და შესაბამისად, ვინც არ ემსახურება სასუფეველსა და სასუფეველის მიზნებს, ავტომატურად ეწინააღმდეგება და ებრძვის მას. აქედან გამომდინარე, ეს ჭიდილი მუდმივად მეორე მოსვლამდე გაგრძელდება, სანამ არ დამყარდება ღვთისმარადიული სამეფო დედამიწაზე და ვერავინ ეხა ვერ დააჯერებს მართლმადიდებელი ეკლესიას და მორწმუნე-მრევლს, როგორც არ უნდა ეხა ამას სასაცილო დაღიქვამდეს ობივატელი და ადამიანების გარკვეული კატეგორია, ვერავინ ვერ დააჯერებს, რომ დედამიწაზე მიწიერი სამოთხე დამყარდება და დედამიწაზე ესე იგი ადამიანები მეორე მოსვლამდე შეძლებენ რაღაცა ესე იგი კომუნიზმის მაგვარის უტოპიური იდეალების აღსრულებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს დაძალება გრძელდება და გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ქართველებს ყავს უდიდესი მტერი და მოწინააღმდეგე, როგორც შიგნით, ისე გარეთ და ეს ყველაფერი იმართება ქვესკნელის მეტაფიზიკური წყდიადიდან და ძალიან ბევრი მსახურები ყავს ამ უწმინდურ ძალებს პოლიტიკაშიც მათ შორის და ჩვენ გვიწევს აი ამ ძალებთან და ამ ბოროტებასთან პირდაპირ დაჯახება და ეს არის ის ესქატოლოგიური მნიშვნელობის ესე იგი რასაც ქვია ანტიქრისტეს სამეფოს განხორციელება, უჯულოების საიდუმლოს აღსრულება და დღეს პოლიტიკოსები იყოფიან ორ ნაწილად, რომლებიც ემსახურებიან ქრისტეს და მის სამეფოს და სასუფეველს და აწარმოებენ ქრისტიანულ პოლიტიკას და ყველა ვინც არ ემსახურება ამ იდეალს, სასუფეველის იდეალს, ავტომატურად ემსახურება ეშმაკისსა და ანტიქრისტეს მიზანს. აქედან გამომდინარე, ახლა დღეს კონსერვატიზმი ანტიქრისტეს იდეოლოგიაში ერთ-ერთი მორიგი გამონათება ეს ბჭყალებში არის მორიგი რაღაცა, ესე იგი დედამიწაზე შემოგდებული სატყუარა, შეიძლება ასე ითქვას, კონსერვატიზმის და ნაციონალიზმისა და ეს ეროვნულობის რაღაცა მანტიები, რომლებიც მოისხეს დასავლელმა პოლიტიკოსებმა, ასეთივე მანტიაშია შეფუთული ვლადიმერ პუტინი და ესე იგი რუსული ველიკოძერჟავული იდეოლოგია და იქ რაღაცა დუგინისტური ვითომ კონსერვატიული მოძღვრება,
რომელსაც ჩვენ ხედავთ რუსეთის ელიტების გარკვეულ ნაწილებში და დედამიწაზე ძალიან ბევრი ესეთი სატყუარები არსებობს და მომავალშიც იარსებებს. ეხლა ჩვენ უნდა გავსაზღვროთ სწორად და უნდა გავსაზღვროთ ძალიან ესე იგი გონების გულში ჩაღრმავებით, რომ რას მოგვიწოდებს ჩვენ ღვთის სასუფეველი და რა არის როგორც ქრისტიანობს ეძიეთ სასუფეველი და სიმართლე მისი უპირველეს ყოვლისა ეს რაღაც ტრაფარეტული სიტყვები კი არ არის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, აი თითოეული მოვლენა ჩვენ უნდა ხორცით მიწაზე ვცხოვრობთ, მაგრამ გონებით სულიერ პლანში უნდა ვიაზროვნოთ და სულიერ სამყაროში უნდა გქონდეს აზროვნება მათ შორის პოლიტიკაში. თუ ჩვენ გვინდა რომ სწორად წარიმართოს ჩვენი ცხოვრება და ჩვენი მოღვაწეობა. თუ ჩვენ გონებას სულიერი თვალით, თუ ჩვენ გონების სულიერი თვალით არ ვიაზროვნებთ, თუ სულიერ პლანში არ იქნება ჩვენი აზროვნება და სულიერ პლანში არ გვექნება ხედვა ამა თუ იმ მოვლენების შეფასებისა და გააზრებისა, აუცილებლად დაგვიდგება ის ყოფნა არ ყოფნის დილემა, რომელიც წინაშეც შეიძლება ძალიან მალე აღმოჩნდეს ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო და ეს უპირველეს ყოვლისა მომდინარეობს იქიდან, რომ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, უმეტესწილად ყველაფერს აგებენ და აფუძნებენ პოპულისტურ მიზნებსა და ამოცანებზე და არა რეალურად იმ იდეალებზე, რაც არის უწმინდესი სიტყვით ღმერთის სამშობლო და მოყვასი. აი ამ იდეაზე არ ადგას დღევანდელი ქართული პოლიტიკა და სანამ ამ იდეაზე არ დადგება და სანამ ღმერთიდან გამომდინარე არ დაიწყებს ქართველი აზროვნებას და ქართული პოლიტიკაც ღმერთიდან არ დაიწყებს, შემდეგ სამშობლო და შემდეგ ადამიანი და ღმერთის გამორიცხვით შეეცდება რომ რაღაცა აკეთოს და ეს ღმერთი მხოლოდ მაშინ გაახსენდებათ, როდესაც კელაპტრები დადგებიან ხოლმე ლიტურგიაზე პატრიარქთან და კამერების წინ იპოზიერებენ. აი ასეთი ფორმით თუ იქნება, აუცილებლად ამ ფარისევლობას თავისი ნაყოფი, თავისი სასჯელი და თავისი პასუხი ზეციდან ექნება და ეს კარგი არ იქნება და ნიკოლოზ სერბი როგორც ამბობს, ქრისტემ შოლტი აღმართაო ტაძარში მოვაჭრეებზეო, სოლომონის ტაძრიდან რო ვაჭრები გამორიყაო და დღეს იმ პოლიტიკოსებზე აღმართავს ქრისტე შოლტსო, რომლებიც კანონით ვაჭრობენო და რომელიც სიწმინდესო იყენებენო სავაჭრო საგნადო და დღეს ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა განსაჯოს ვინ და როგორ იყენებს და რანაირად იყენებს ეს მაღალ და ქართულ და ეროვნულ და ესე იგი სარწმუნოებრივ იდეალებს იმისთვის რომ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს და ესე იგი პოლიტიკაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიოს. ეხლა მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც მინდა რომ ჩაუღრმავდეს ჩვენი მსმენელი და მაყურებელი. სოციალურ ქსელებში ესე იგი იყო დღეს ამ დღეებში მუდმივად მსჯელობა და არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში ეს უკონტროლო მიგრაციაზე უკვე ქართველი ხალხი ალაპარაკდა და მე ძალიან მიხარია. მე მოვისმინე რომ ოცნებაო IT სფეროს თანამშრომლებისთვისო ბინადრობის უფლებას ამარტივებსო. ანუ ესე იგი ქართული ოცნებისათვის ბინადრობის უფლების მიცემა უცხოეთიდან შემოდინებულ IT სპეციალისტებზე უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ის რომ საქართველოში რაღაცა სასწავლო კურსები გაამარტივოს, ახალგაზრდები მოიზიდოს, ანუ ადგილობრივი მოსახლეობის დატვირთოს ბაზარია, უნდა რომ ესე იგი ეთნიკური ჩანაცვლების ის პროექტი, რაზეც ჩვენ წინა გადაცემაშიც საუბრობდით, უფრო და უფრო ცხადლივ, უფრო და უფრო ნათელი ხდება და უფრო და უფრო ხელშესახები ხდება ჩვენში. ხა ბაზალეთში კითხულობდით კიდე რომ ბაზალეთში კეთდებაო არაბული დასახლებაო და უკვე აღარც მალავენ რომ ესე იგი როგორ ხდება არაბებზე ქართველი მიწების გასხვისება, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კატეგორიულად ამბობდა რომ არც მეფეს, არც პრეზიდენტს არ აქვს უფლება და არც პატრიარქსო გაყიდოს ქართული მიწაო. დღეს როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ ესე იგი კონსერვატიული გახდაო ეს გვეუბნევიან და გვიმტკიცებენ რომ ჯერ ესეთი ეს სიტყვა მე არ მიყვარს საერთოდ კონსერვატიზმი როგორც იდეოლოგია ჩემთვის მიუღებელი მოძღვრება და ასე ვთქვათ, რაც ეს ევროპული საფრანგეთის რევოლუციის დროს ჩასახული იდეოლოგიები იქნება ეს კონსერვატიზმი, სოციალიზმი თუ სხვა, დანარჩენი რაც ეს ნაყოფი არის პირმფრთვარე ამ განმანათლებლობისა და ცოტა შორი ფესვებიც აქვს, მაგრამ არა კეთილს აიმედო. ჩემთვის ეს ჩვენ სხვა იდეალები გვაქვს და საქართველოზე წერია ქართლად ფრიად ქვეყანაა აღირიცხები, სადაც ქართულ ენაზე ჟამი შეიწირვისო და ამაზე დიდი იდეოლოგია, რაც არის ქართულენოვანი მართლმადიდებლობა, რაც არის ღვთის სასופევლის იდეა, სასופევლის მსახურების იდეა,
ქართულ სხვა იდეა, სხვა იდეოლოგია და სხვა მიზანი არ გააჩნია, გარდა სასופველი ღვთისა და ეს უნდა გახდეს ჩვენი პოლიტიკის ამოსავალი წერტილიც. აქამდე უნდა დავიდეს ქართველი, რომ მართლმადიდებლობამ შეიძინოს ჩვენი აბსოლუტურად ყოვლისმომცველი ცხოვრების გამსაზღვრელი ფუნქცია. თუ ესე არ მოხდება, ყოველთვის ვიქნები თავის მოტყუების პოზიციაში. მაგრამ ეს დროებით იქით გადავდო და დაუბრუნდეთ ისევ ამ მიგრაციის საკითხს, ხო? ის რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის ეთნიკური ჩანაცვლების პირდაპირ პროექტი და მე არ ვიცი ამას ვინ რატომ როგორ აკეთებს. ფაქტია რომ აკეთებს. ფაქტია რომ საქართველოში მიმდინარეობს მიწების კვლავ გაყიდვა, უკონტროლო შემოდინება, გლობოსა და ვოლტის და საკულიერო მომსახურებები ახლა თბილისში რო ახალგაზრდები გაფიცულები არიან და ყოველდღიური პროტესტი არის და რომ არავინ ამათ არ ითვალისწინებს და არ უსმენს ეგრეთ წოდებული ელიტებიდან და რომ ჩვენი ეს ქართული ოცნება ჩვენ ქართული ოცნება რატომ არ ხვდება ამ ახალგაზრდებს აი ამ ბავშვებს რატომ არ ხვდება და რატომ არ ინტერესდება იმით რა აწუხებს და რატომ გამოდის ქუჩაში ამდენი კურიერი როდესაც ისინი პირდაპირ ამბობენ რომ ჩვენ აქ ჩამოსულმა არაბებმა და პაკისტანელებმა და აი ამ აზიური ქვეყნებიდან შემოდინებულმა მრავალმა უცხოელებმა ჩაგვინაცვლეს ესე იგი ადგილების სამუშაო და წაგვართვეს საარსებო მინიმუმი აი ეს პრობლემა დღეს თუ ჩვენ არ დავაყენეთ სათანადო სიმაღლეზე თუ ჩვენი გამაერთიანებელი არ გახდა ეს პრობლემა და თუ ურთიერთ სოლიდარობის პრინციპით არ გავუწიეთ წინააღმდეგობა დღეს ხვალ ზეგ და მაზეგ უკვე ჩვენ აქ აღარ დაგვედგომებას ამ ავტოქტონ ეთნოს ქართველ ერთს აქ აღარ დაედგომება და ძალიან მალე იძულებული გავხდებით რომ ჩვენ წავიდეთ და სხვები მოვლენცია მოიყოფინ მე მინდა ვთქვა რომ ძალიან ცუდია როდესაც სოციალური ქსელები შემოიფარგლება ჩვენი აქტივიზმი და პროტესტი და მე ჩვენ ვწერე ხომ აი რას აკეთებთ აი აქაც რეკავენ ხოლმე Facebook-ზე გვიწერენ რომ აი რას აკეთებთ რატო დუმხართ მე ბექა თორნიკე დაუშვათ იქ ქალბატონი ირმა ინაშვილი დავით არხანმოურავი და ჩვენი კიდევ მრავალი ვინც ამ ობიექტივის ეთერში გამოდის ჩვენ არ ვდუმვართ პირდაპირ მნიშვნელობით არ ვდუმვართ მაგრამ თუ უფრო მეც ვერ და არ ვაკეთებთ დღეს ხო ნუ ვერ ვაკეთებთ არ ვაკეთებთ არა ვერ ვაკეთებთ ეს ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ არ არის საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენ რომ გქონდეს რა თქმა უნდა ისეთივე ერთსულოვნების განცდა ჩვენს ირგვლივ როგორც გარკვეულ ძალებს აქვთ ხოლმე რუსთაველზე გარკვეულ მომენტებში როდესაც ისინი იკრიბებიან და ავსებენ იმ მოედნებს ხო კი მესმის რომ ეხლა არჩევნებში მეც ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ გვიჟერა რომ გაგვიყალბეს არჩევნები კი ბატონო ამას ვემხრობი ჩვენ ვხედავთ ამ მხარდაჭერის გარკვეულ პასიურ გამოვლენებებს მუდმივად ვაწყდებით მაგრამ ის ერთსულოვნების განცდა იდეის ირგვლივ გაერთიანება საზოგადოებაში რომ იყოს ამ ეროვნული იდეალების გარშემო როგორიც უნდა იყოს მაშინ ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთებასაც შევძლებთ და გავაკეთებთ კიდევაც მაგრამ დღეს თუ რაღაცას ვერ ვაკეთებთ და ჩვენ გვეუბნებია რომ თქვენ დუმხართ მიზანი ამისა მიზეზი ამისა უბრალოდ არის პირველ რიგში ქართული ხალხის პასიურობა პირველ რიგში ის პასიური დამოკიდებულება რაც ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას რომ უფრო მეტი ვაკეთოთ და უფრო მეტად გამოხატოთ ჩვენი აზრები პოზიციები და განვახორციელოთ აი ეს არის ამაზე უნდა ვიფიქროთ თან გეგა იცით რა ეხლა საკუთარ თავზე რომ ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ თუ რა ვის რა გაუკეთებია აქ ძალზე და აი ბრმაყრუობა უნდა იყოს რომ ეს ან არ ახსოვდეს ან ვერ ხედავდნენ ან არ ესმოდეთ თუ რა ხდებოდა და რა ხდება დღეს ქვეყანაში და ამის საპირწონეთ, ამის საწინააღმდეგოდ მართლა ეროვნულ ნაბიჯებს, როგორ მასშტაბურად, როგორ უკომპრომისოდ, რა თქმა უნდა, ცივილურადაც, ზრდილობის ფარგლებში, სახელმწიფოებრივად და არა დესტრუქციულად, ყოველთვის დგამდა და კვლავ გადადგამს პატრიოტთა ალიანსი. ჩვენ ამ ყოველივეზე როგორ ვისაუბრებთ, ეს არც ბაქი-ბუქია ჩვენს ასე ვთქვათ მიზანში და ჩვენი თვისება, ჩვენი სურვილი, არა ბატონებო. და ეხლა ვაი კრიტიკოსებს რა დალევს ეს მათი უბედურებაა და მათზე ყველა ფერზე, ყველა მათ ასე ვთქვათ წამოჭრილ საკითხზე და ფსევდო კრიტიკაზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ამ გამოძიების კომისიას, საგამოძიებო კომისიას, ყველას იბარებენ აბსოლუტურად. ჯერ თავი დავანებოთ ამ ბანდიტურ მოტაცებებს, რაც ძალიან მართლა ესეც და ერთ-ერთი დამოკლეს მახვილია. ძალიან სწორად მინდა და კარგად მინდა გაიგონოთ და მოისმინოთ და შეისმინოთ, რომ აქ ბაჩიაშვილზე არ არის საქმე და გვარზე და სახელზე. რომ აი ვინ
და ვისი ბრალეულობა იკვეთება, არ იკვეთება, ამ წიაღსვლაში არც არ მივდივარ. სურვილიც არ მაქვს მე პირადად სიმართლე გითხრათ, მაგრამ იცით რისი სურვილი მაქვს და გვაქვს, რომ ადამიანს ადამიანურად რაღაც გარკვეულწილად ეხლა თქვენგან რომ დიდი ჰუმანისტები ვერასდროს გამოდნება ნათელია, მაგრამ ადამიანურად კანონის ჩარჩოებში, შენი კონსტიტუციის ჩარჩოებში, საერთაშორისო სამართალი თითქოს არად მიგაჩნიათ, მაგრამ მაინც აპელირებთ ხოლმე სავაჭრო სიტოებს თქვენი კუმირი. ასე რომ საგამოძიებო კომისიაზე ქალბატონ ირმა ინაშვილს რატომ არ ეპატიჟებით? რატომ ირმა პირუთვნელად ვერ გაგცემთ პასუხს? გამოცდილება არ აქვს. ის რაც უნდა გითხრათ, საკუთარ ტყავზე არ აქვს ნაწვნევი და სიმართლეს არ გეტყვით თუ რაშია საქმე? ყველამ კარგად იცის მოსახლეობამ, ეხლა ვინც გისმენს, თუ რატომ არ იწვევთ თქვენ? რადგან იმ სიმართლეში იქნება მრავალთა და მავანთა ბრალეულობაც გამოკვეთილი. თქვენს პოლიტმეუღლეობას უფრო მეტად აეხდება ფარდა. ან როგორ ფიქრობთ, მეგობრებო, აი ტელემაყურებელს მივმართავ. ჩვენ ეს გადაცემა რომ ამოიწურება დაახლოებით 10-12 წუთის შემდეგ კვლავ ეთერში ვიქნებით და შევეცდებით, რა თქმა უნდა, არც მაშინ მოგაბეზროთ თავი და ვიყოთ თემატურნი და თქვენს ზარებსაც შემდეგ ეთერში აუცილებლად მივიღებთ, მაგრამ აქვე მინდა კითხვა დავსვა, იცით? და ამ კითხვას ეს ჩვენი შეთანხმებით არის ყოველივე. მინდა აი გამოეხმაუროთ პატივცემულო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. აი კითხვა ასეთია, იცით? საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისათვის გაქრობის პირას მისულ პოლიტიკოსებს რომ აკავებენ. ამით სამართლიანობის აღდგენა ხდება თუ კვლავ იმ გაქრობის მისული პოლიტიკოსების პოპულარიზაცია და წამოტივტივება. კი ბატონო. მანტია გაჭირვა, ასე თქვა, წამებულის მანტიის მოხვევა და ასე შემდეგ. კითხვას ვიმეორებ, რომ აი დაბნეულობა არ იყოს. აი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისათვის გაქრობის პირას მისულ პოლიტიკოსების დაკავებით სამართლიანობის აღდგენა ხდება თუ მათი პოპულარიზაცია. მივიღებთ ჩვენ სერიოზულ პასუხებს და არა ისეთებს რაღაცა ორღობეში და ასე ვთქვათ პროვინციაში არ გულისხმობ ეხლა გეოგრაფიულ საზღვრებს. რა თქმა უნდა, არანაირად ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი სიამაყეა და ასე შემდეგ. მენტალურ პროვინციალიზმზეა საუბარი, შეიძლება კაც საერთოდ არ კონდეს სოფელი ნანახი და ქალაქში იყოს შენი ადაბაბა დაბადებული, მაგრამ იყოს სოფლელი, კაცო, შენი შეგნებით, თორე სოფელს ვენაცვალე მე. აქ სოფელზე არაა სწორება, გამგები სწორად გაიგებს. ანუ ესეთ პასუხებს ვერ მივიღებთ და ცოტა კორექტულნიც იყავ. აი მაგალითად არ დაგცალდებათ ბოლომდე არაკორექტულობა, რადგან ჩვენ დაუნებურათაც ხმა გაიტიშება. ეს კითხვა მინდა განვავრცო და ცოტა გავშალო. აი მაგალითად აი გიგა ბოკერიამ ეხა წინასწარვე რომ განაცხადა რომ მე თუ დაინიშნება და გამომიძახებენ ამ კომისიაზე მე არ გამოვცხადდებიო, ხო? აი დაუშვათ. როდესაც შენ აძლევ ამის საშუალებას რომ ისე მანტია მოისხას მოწამისა და გმირის და ისეთი ვაშკაცი არის თურმე გიგა ბოკერია რომ ესე იგი არ გამოცხადდება წულუკიანის წინაშე და სოზარ სუბარის კითხვებს არ უპასუხებს. როდესაც მე პაპუაშვილი გამოდის და შეუკვეთეთო ევროპასო ევროფასეულობებიო, ასე განაცხადა პაპუაშვილმა, ევრო სტანდარტები და ჩამოვიდა ევროზიზღიო და ევროძალადობაო. ანუ როდესაც ესე იგი ქართული ოცნება მუდმივად ანვითარებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ეს რაში ჭირდებათ ჩემთვის ეხლა გაუგებარი არის სრულიად აი ამ ასეთ მომენტში, ასეთ გახურებულ პოლიტიკურ ვითარებაში, რაში ჭირდება დაუშვათ პაპუაშვილს რომ თქვას რომ ეს შევუკვეთე ევრო სტანდარტები და ჩამოვიდა ევროზიზღი, ევროძალადობა და ასეთ დროს ევროპული ესე იგი ევროპული გაგების ესე ვთქვათ პროევროპული პოლიტიკოსები რომლებსაც უთვლიან რომ მოდი წულუკიანთან გამოკითხვაზე აცხადებენ რომ არა ჩვენ არ მოვალთ წინასწარვე და ესე იგი მიდიან ციხეში რა და ესე იგი მოწამეები ხდებიან და ძალადობის მსხვერპლი არიან რეჟიმის მიერ. აი არის თუ არა ეს რაღაცა კომპლექსური რაღაც ხელოვნურ კომპლექსურ პროექტს გავს თუ არა რომელიც მიმართული არის
აი ამ პოლიტიკური ესე იგი უსუსური ძალების გასაცოცხლებლად, წამოსატევტივებლად და კვლავ გასააქტიურებლად. მე ხლა რაღაც იმ მითოლოგიას არ ვანვითარებ, რომ ესე იგი ბიზნეს ივანიშვილი აუცილებლად რაღაც გადაბარებას აკეთებს, ესე უყვართ ხოლმე თქვა. ეს სრულიად არც ამას არ გამოურიცხავ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე არ მაქვს პიროვნება, რომელიც არის თუ არა ეს კვლავ აი გაგრძელება იმ კოჰაბიტაციის ამ პროექტისა, რომელიც 2012 წელს დაიწყეს, რომ ეს ორპარტიული, ანუ ჩვენ ხა კი ბევრი ნაწილებად შევა დაიყოს, ქართულ ოცნებას აყავს ეს ხალხი ძალა დაუშვათ, მაგრამ ეს ხო ესე ყველა მოიცით, რომ ეს ასე არ არის. ანუ არსებობს ორი პოლუსი, ორი ძალა, მისი სატელიტური ქვეპარტიებით და ყველა დანარჩენი პოლიტიკური ველიდან გაკრეფილია. აი არის თუ არა ეს პროცესი, რომ ეს კვლავ გაგრძელდეს და საქართველოში მეტმა ფაქტობრივად პოლიტიკურ ველზე სხვა ძალებმა და ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა აღარ იარსებონ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ეს არის ჩვენი კითხვა და ინტერესი ამასთან დაკავშირებით? კითხვა დაისვა პატივცემულებო, აი ახლა ისე გაშალა გეგამ რომ აი დაუღეჭეთ შეიძლება ასეც ითქვას და უპრობლემოდ რა თქმა უნდა გაიგეთ ყოველივე და ამის გამოხმაურებას ჩვენ შემდეგ ეთერში ველოდებით. თორნიკე, წუთნახევარი დაგვრჩა. მე ვიტყოდი იმას, რომ რეალურად საჭიროა ეროვნული ძალების გაძლიერება და ძლიერი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომლის მცდელობაც იყო წინა არჩევნებზე და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ვინაიდან ქართული ოცნება ყოველთვის აპელირებს იმით, რომ ჩვენ თუ წავალთ, აი ნაციები დაბრუნდებიან და ამით ინარჩუნებს რეალურად ხელისუფლებას. და ბოლოს ისე არ მოხდეს, რომ მართლაც გაიკრიფოს ეს შუა და არ დარჩეს ნორმალური ძალა, რომელსაც პრეტენზია ექნება იმაზე, რომ ქვეყნის სადავეებთან მივიდეს და მართოს ეს ქვეყანა. ამიტომ საჭიროა ისევ და ისევ ეროვნული ძალების გაძლიერება და ძლიერი ცენტრის ჩამოყალიბება და აი ამაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, ვინაიდან მუდმივად აპელირება იმაზე, რომ აი თუ თქვათ ოცნება არ იქნება, მაშინ ნაციები დაბრუნდებიან, ჯერ ერთი ვერ დაბრუნდებიან, იმიტომ რომ ყოველთვის იარსებებს საქართველოში ისეთი ძალა, რომელიც აი ამ ორ ძალას წინააღმდეგება, მაგრამ ჯერ პირველ რიგში ჩვენ თვითონვე უნდა გავძლიერდეთ. თუ გვინდა რომ მოწინააღმდეგეთ დავამარცხოთ, პირველ რიგში საკუთარ სისუსტეებს უნდა ვძლიოთ. კეთილი, ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო, ტელემაყურებლებს მოგიწოდეთ პირველ რიგში, არ გადართოთ, ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით. დროებით, სიკეთე გვისურვებია თქვენთვის.